ეთერში მუშაობას განაგრძობს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯვებათ. Ტელეკომპანია რუსთავი დუმილს არ არღავს რამდენიმე საათიან დაფიცვასთან დაკავშირებით არც არხის ხელმძღვანელობა საუბრობს და არც ჟურნალისტები აკეთებენ კომენტარს, რომლებიც კოლეგებისგან განსხვავებით რადაღებებზე დადიან. ინფორმაცია რუსთავის თანამშრომლების დაფიცვის შესახებ დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. ტელეკომპანიის ჟურნალისტები დილიდან არც ერთ დაანონსებულ პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილან. დღის გამოშვებები 9 საათიანი კურიერის წამყვანს ვიყავდა. აქამდე სად იყავი რა? მოდი კი. ორი სიტყვით გეფაწები რა. 9-დან. ეხა შევავდა გავერკვე, მართლა უყიარ ხუმრობ საბას და მარემს გებიცებით, მართლა არაფერი არ ვიცი. ანუ არ ვიტყუები და არაფერია იმ. ფინანსურ კრიზისი არის საუბარი რუსთავიორში, სავარაუდოდ არსებობს ინფორმაცია, რომ ხელფასები შეუმცირეს და ეს გახდა. მე ძალიან უსამართლობა, მე რომ მეკითხებით ამას, იმიტომ რომ 2 დღეა სულ მოვედი და სულ რაღაც 3 დღე აქ ავარ და როგორ შეიძლება მე ვიცოდე. მართლა არ ვიცი. იმეთთან დაკავშირებით პირველი ვიყავ, ვინც კომენტარს ვაკეთებდი, ვიცოდი და. არ ვიცი რა, ეხლა მოვედი. მე აქ არ ვიცი, საინფორმაციოში არ მუშაობ, მივდივარ სერიალის გადაღებაზე, ჩვენთან ყველაფერი იგზე. საინფორმაციო სიმას გიცით, ვიცით, მე ვერაფერს გეტყვი. ხან სიყო ცნობილი ამ გაფიცვის შესახებ? არა. გაფიცვებს როგორც წესი მე არ მითანხმებენ ხოლმე. არც ჭიათურელებს შეუთანხმებიათ მაღაროში, არც ამას როგორც. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები წნეთში სამთავრობო ადარატებს დაცლიან. 16-ვე ადარატი შესაძლოა საპრივატიზაციო ნუსხაში მოხდეს. სამთავრობო ადარატები, რომლის შენახვა წელიწადში $1,000,000 ლარამდე ჯდება, ყოფილ მაღალჩინოსნებს სიმბოლურ ფასად აქვთ დაქირავებული. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადრილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით ადარატები ახლა პრაქტიკულად დაცლილია. პრემიერის წინადადებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აგარაკები შევა საპრივატიზებო ნუსხაში, ან მათთვის მოფიქრებული იქნება კიდევ უფრო სასარგებლო დანიშნულება. ეს არის დამოკიდებულება დღეს. ჯამში არის 16 აგარაკი, ანუ შენობების რაოდენობას თუ დავთვლით. ჩამოყალიბებული ესეთი სია ან თანამდებობრივი ნუსხა თუ ვის ეკუთვნოდა და ვის არ ეკუთვნოდა აღნიშნული აგარაკების სარგებლობა მე პირადად ვერ ვნახე. ჟენევის მოლაპარაკება ისე დასრულდა, რომ ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ვერ შეძლო. რუსეთის, აფხაზეთის და ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრის მეორე ნაწილი დატოვეს, რის გამოც დენილთა დაბრუნების, ახალგორის ბუნებრივი აირით და წყლით მომარაგების, ასევე დამყოფ ხაზებზე გადაადრილების საკითხების განხილვა ვერ მოხერხდა. ქართული მხარე იძულებულია ამ საკითხს შემდეგ რაუნდზე მარტში დაუბრუნდეს. ამ ეტაპზე მხარეებმა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხის განხილვა მოახერხეს. ჩვენ გვინდა და გავაკეთებთ ამას აუცილებლად მკვდარი წერტილიდან დავძრათ გაზით მომარაგების საკითხი, გაზის მიწოდება ახალგორის რაიონისათვის და შემდეგ უკვე მოვახდინოთ შემდეგი ნაბიჯი იქნება სარწყავი წყლით მომარაგება მთელი შიდა ქართლისა. ვიდრე სააკაშვილი არ ლაპარაკებოდა აფხაზებს და ოსებს, ისინი კომფორტულად გრძელდნენ თავს, იცოდნენ რომ დისტანცია გრძელდება იზრდებოდა. როგორც ვთქვი, ჩვენ გადავწყვიტეთ დალაპარაკება, უცებ თვითონ ჩაიკეტნენ და თვითონ დაიწყეს ამ დისტანციის უკვე შენარჩუნება. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის რთული საკითხი. თუმცა ჟენევაში დასამართ კიდევ ერთ შეხვედრაზე ქართული მხარე დიდი მედებს ამყარებს. ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისთვის. ეს განცხადება ჟენევაში გამგზავრებამდე გააკეთა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ ბაბაშიძემ. ის გრიგორი კარასინ შეხვდება. ამ ეტაპზე ქართული მხარე პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობას არ აპირებს. ეს იქნება არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრებენ. თავის მხრივ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკური კავშირები აღადგინოს. გუშინ გაკეთდა ამაზე კომენტარები, ამიტომ მე ამას არ დაუბრუნდები. ბატონი ზურაბ ბაბაშიძის შეხვედრა ჯერ არ ჩატარებულა და ამაზე მოგვიანებით. აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვა არ იზღუდება უამრავ ადამიანს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზზე რეკავენ, აინტერესებთ რა ხდება რეალურად. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ წამლების ცალობით გაყიდვა იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მისი შეფუთვა და ჰერმეტულობა არ ირღვევა. ირძალება მხოლოდ ფლაკონიდან წამლების პოლიეთილენში ან სხვა საგანში გადაყრა. სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ დაწესებულა და ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები, რომლის მიხედვითაც საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება არანაირი სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში.
ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკება და ახსნა გამარტება დიდი ხნის წინ დაწყებულია და დასრულებული არის. მომხმარებლებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არანაირი ახალი შეზღუდვა ამაზე არ არსებობს. აქ იყო საუბარი იმ მედიკამენტებზე, იმ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომელთა გადაფასებაც დიდი მოცულობის შეფუთვებიდან ხდებოდა მცირე მოცულობებად. მაგრამ ამ ეტაპზე დგინდება რეგულაციის სფეროში მოქცევა ხდება იმ პირობებისა, თუ რა პირობებში შეიძლება სააფთიაქო პირობებში განხორციელდეს მსგავსი გადაფუთვა და მომხმარებელზე გაცემა. ეს არ არის მოსახერხებელი, შეიძლება მიდოდეს 10-აბი და არა მთლიანი შეკრება, ხო? იმიტომ ისეთია. არ არის კარგი. სხვადასხვა ობიექტებში უკანონო ჩაჭრილ ადამიანებს დღეს მიეცემათ გაფრთხილება, რომ დატოვონ ტერიტორიალ ტოლთა და განსახლების მინისტრის განცხადებით დაახლოებით 20,000-მდე ადამიანი 53 ობიექტში იყო შეჭრილი, თუმცა აქედან უკანონო ჩაჭრილი ოჯახი მხოლოდ 300-მდეა დარჩენილი. დავით არახველიძის განცხადებით ყველაზე პრობლემური იყო კამოსხლში შემთხვევა, სადაც დევნილთა ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს და ასევე დევნილები უპირისპირდებიან მერიას, როგორც არახველიძემ განაცხადა, უკანონო ჩაჭრილებმა 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ შესაბამის ზომებს გამოიყენებენ. Mesini საქმის კურსში არიან, რომ უნდა დატოვონ, ვისაც უკანონოდ უჭირავს ფაქტი, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იქნებიან გაფრთხილებული და დაიწყება სპეციალური ოპერაციული ღონისძიებები. მანამდე მათთან იქნება, ანუ ვინც უნდა გამოათავისუფლოს ფაქტი, მათთან იქნება ნაწარმოები მოლაპარაკებები, ჩართული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები და ჩვენ ვეცდებით, რომ გაფრთხილების ვადაში მივაღწიოთ მათ მშვიდობიან გამოსვლას შენობიდან. იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ საქართველოს სადარო საქმეთა მინისტრი საუბრობს. მაია ფანჯიტიძემ აცხადებს, რომ მთავრობის ხდომის მესხერხისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ უცნობმა პირებმა მონასტრის დალავნის კედელზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ასევე ისრაელში საქართველოს ელჩმა არჩილ კეკელიამ. მისი განცხადებით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ერთთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ისრაელის მხარემ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რაც მოხდა, მიმდინარეობს გამოძიება, სანამ ის არ დასრულდება, არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში. შეურაცხმყოფელი სიტყვებია დატოვებული და ამის შესახებ ჩვენ შეგვატყობინა ჩვენმა ელჩმა. მან მაშინვე მიმართა ისრაელის შესაბამის სამსახურებს თხოვნით, რომ გაირკვეს რა შეა საქმე, ალბათ მალე გაირკვევა და შემდეგ გეტყვი. ეს პორტრეტი არ არის დაზიანებული, ფოტოები რაც შეეხება ჯვრის მონასტერს, მისი კედლები შელახულია გარკვეული წარწერები, რომლის მნიშვნელობაც და წყაროც დაუდგენელია ამ ეტაპზე. სავარაუდოდ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ არის გამოყენებული ეს ალბათ ნიშნად რაღაცა პროტესტის ან კიდევ არსებული წინამდებარე დაუწყლობის რომელი პოლიტიკური ძალების მიერ თუ შეგიძლიათ ეს გითხრათ თქვენი ეჭვი? ეს არ არის ამ ეტაპზე ცნობილი არავის არის ინფორმაცია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომხდარს გრმობს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში დამნაშავეებითი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს, აცხადებს ისრაელის პრემიერი. არსებული ინფორმაციით უცნობმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებში შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს, რომლითაც იესო ქრისტეს უხამსად მოიხსენიებენ და აზიანეს ტაძრის ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანაც. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დივით არგამაძეს 6 მაისს მოსკოვში ბალოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით ქართველი პოლიტიკოსი ოპოზიციის ლიდერების დაფინანსების გარდა დედაქალაქში მილიონიან მარშს უშუალოდ ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო კომიტეტი უახლოეს მომავალში აპირებს საქართველოს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართოს. მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ დაღიძრა, რაც NTV-ს ეთერში ფილმი პროტესტის ანატომია 2 გავიდა, სადაც ფარულ ჩანაწერში სერგეი უდალცოვი დივით არგამაძესთან ერთად ხელისუფლების ძალის მიერ გზით შეცვლას განიხილავს. თარგამაძე რუსულ ოპოზიციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურიამ პატიმრების ოჯახის წევრები მოინახულა. ქართული დასი მხარს უჭერს ამნისტიის პროექტს, მაგრამ პარტია მოითხოვს, რომ ის უფრო ლიბერალიზებული გახდეს, რადგან ძალიან ბევრი პატიმარი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კვლავ იმყოფება გაუსაძლის პირობებში. ბაღათურია იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა დაეხმარება იმ პატიმრებს, რომლებსაც ამნისტიის პროექტი არ შეეხო და ჭირდებათ საქმის ინდივიდუალური განხილვა. ჩვენ დღეს ვიხილავთ პატიმართა ამნისტიის პროექტს, რომელიც მართლაც მოლოდინი არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ჩვენშიც პოლიტიკურ სპექტრში იყო იქნებოდა მასშტაბური, რომელიც სამწუხაროდ ცალკეული საქმეში ჩაუხედავი ადამიანების გამო არის გაკრეჭილი რეალურად. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს შენებას, ახალი თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი და სამართლიანი სახელმწიფოს შენებას. და ამ სახელმწიფოში ცხოვრების და შრომის და ბრძოლის და ამ სახელმწიფოს შექმნაში მონაწილეობის შანსი უნდა მიეცეს ყველა პატიმარს. ჩვენ ამ მხარს უჭერთ, რა თქმა უნდა, რომ იყოს უფრო მეტად ლიბერალური ამნისტიის კანონი, რომელსაც ახლა მიმდინარეობს ჯელობა, რომ მართლა იგრძნოს თითოეულმა ოჯახმა საქართველოში აღარავინ დარჩა, რომ მას პატიმარი არ ყავდეს. თბანიში ადგილობრივმა მოსახლეობამ მუნიციპალური რამდროობის წინ არცია გამართ არციის მონაწილეები დმანისის საკრებულოში საკადრო ცვლილებებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ასეთი ცვლილების შემთხვევაში ადმინისტრაციაში ახალი სახელით ისევ ძველი სახეები დარჩებიან. ისინი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს მოუწოდებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები რეალურად განხორციელდეს და 9 წლიანი მმართველი გუნდი ახალმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს. ორშაბათს დმანისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დატოვების შემდეგ 20 დეპუტატმა ახალი უპარტიო ჩამოაყალიბა და საკრებულოს თავმჯდომარეს ბარბურ მდელაძეს უნდობლობა გამოუცხადა. ეს ხალხი ედგა გვერდში ქართულ ოცნებას მიუხედავად იმ წნეხისა და იმ შანტაჟისა, რომელიც თავის თავზე იწუნია ამ ხალხმა. ედგა გვერდში არ უღალატა და გააკეთა ქართული საქმე, ხო? და იმის იმედით, რომ დმანისის რაიონში მოხდებოდა რაღაც ცვლილებები მოხდებოდა და არ მოსულიყვნენ ის ხალხი, რომლებიც ათეულების წლების განმავლობაში ერთი და იგივენი არიან და ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში გადასკუპდებიან. დღევანდელ ხელისუფლებამ გამოუშვას კომპეტენტური პიროვნებები, რომელიც შეისწავლიან საზოგადოებრივ აზრს და იმის მიხედვით დაინიშნება. ის კომპეტენტური პიროვნები, რომელიც მართლა ხალხს უნდა და ხალხი სურვილი არის. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით თევხიშვილი დანიშნა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე აცხადებს, კონკურსი გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე უახლოეს დროში გამოცხადდება. თავად თევხიშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ კონკურსში მონაწილეობას თავადაც მიიღებს, შედახსენებთ ყვარლის გამგებელმა თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. საკრებულო მომცა თანხმობა, რომ ბატონი დავით თევხიშვილი დაინიშნოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. ჩვენ ეს პროცესი შეგნებულად დავაჩქარეთ, ვინაიდან საფინანსო წლის დასასრულია, პლუს იქ სტიქიასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი საკითხები ოპერატიულად გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროულად ეს ვაკანსია გამგებლის ვაკანსიაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი შემსრულებელი. ანის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის დავით ჭაჭაბაძის სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მოთხოვნა გამოუყენებელი ყოფილიყო. ყველა სახის აღმკვეთი ღონისძიება ჭაჭაბაძის მიმართ სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მას მხოლოდ ჭირაო სახით 7000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჭაჭაბაძის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც ჭაჭაბაძის ადვოკატი აღნიშნავს, სასამართლომ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო. სასამართლოს უჯერა ჩემს საქმესთან დაკავშირებით მთლიანად არ მოგეცნა გირაო, მაგრამ დამიტოვა 7000 ლარი. მოსამართლემ რამოდენიმე წუთის შემდეგ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე ბატონ დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხით და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა იმ მოტივით, რომ თითქოს და ბატონ დავით შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს რაიმე საკითხ მტკიცებულებებზე. ირანის გოლესტანის პროვინციის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები დორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და ვიცე-გუბერნატორს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი გოლესტანსა და შიდა ქართლ შორის ბიზნეს ურთიერთობის დამყარება. ირანელებმა ქართულ ბიზნესმენებთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.
დღეს ჩამოსული არიან როგორც საელჩოს წარმომადგენლები, ასევე რეგიონის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობა, კერძო სექტორიდან ბიზნესმენები, მათ აინტერესებთ ჩვენ რეგიონის გაცნობა, აინტერესებთ კონტაქტების დამყარება ჩვენს ადგილობრივ ბიზნესმენებთან და ჩვენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ხელი შევუწყეთ ამ შეხვედრას. გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა, როგორც შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი არ მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რის მიზეზიც შესაბამისი სამსახურების მიმართ უნდობლობა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებსა და სამართალდამცავ ორგანოებს მსგავს შემთხვევებში პრესიერი რეაგირებისკენ მოუწოდეს. ჩვენ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონკრეტულად ისინი, რომლებიც მუშაობენ გენდერულ საკითხებზე და ამ მიმართულებით საკანონმდებლო საკითხებზე, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ჩვენ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები და ძალიან საინტერესო დისკუსიები იმართება. კანონმდებლობა უნდა გამკაცდეს ან უნდა ამუშავდეს ბოლომდე, თუ არ იქნება ძალადის რეაბილიტაციის და მსხვერპლის უფრო მეტად დაცულობის საკითხები ჩადებული იგივე კანონმდებლობაში, ფაქტობრივად მიმართულება არ მოემატებს, იმიტომ რომ მათ არ აქვს დაცულობის შეგრძნება. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ახალი ამბებით ეთერში 4 სექტემბერით დაგვალოდეთ.